2022 წლის მასწავლებლის სერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში, ამოცანა ნომერი 2. ნახატზე გამოსახულია x ღერძის გასწვრივ მოძრავი ორი სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. და უკითხებიან განსაზღვროთ პირველი სხეულის სიჩქარე მეორე სხეულის მიმართ. აი ესე იგი მოცემული რა გვაქვს? მოცემული გვაქვს კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. და ახლა დავუკვირდებით ამ ნახატს დროის საწყის მომენტში, როდესაც t უდრის 0-ს, ამ დროს პირველი და მეორე სხეულის კოორდინატები, როგორც ხედავთ, x01 უდრის x0-ს და ტოლი არის 0 მეტრის, ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე სხეული ერთსა და იმავე წერტილიდან იწყებენ მოძრაობას, ხო, როდესაც უკვე t1 უდრის t2-ს და უდრის 5 წამს, ამ მომენტში 5 წამის შემდეგ პირველი სხეულის კოორდინატი x01, x1 ტოლი გახდა 40 მეტრის, t უდრის 5 წამის შესაბამისი კოორდინატი არის 40 მეტრი, ხოლო მეორე სხეულის კოორდინატი გახდა, როგორც ხედავთ, x2 უდრის -15 მეტრს. და ჩვენ გვიკითხებიან განსაზღვროთ პირველი სხეულის სიჩქარე, ესე იგი v1 მეორე სხეულის მიმართ. v1 2. მოდი დავწეროთ v1 2. პირველ რიგში მოდი გამოვიტანოთ ის ტოლი იქნება v1x პირველი სხეულის სიჩქარის x გენელი, ეს ტოლი იქნება დელტა x შეფარდებული დროის ცვლილებასთან. ან კოორდინატის ცვლილება იმ დროსთან, როდესაც ეს ცვლილება მოხდა, ეს ტოლი იქნება x1 minus x01 შეფარდებული t1 minus t0. ეს ტოლია. x1 ტოლი არის პირობით 40 მეტრის, 40 გამოკლებული x01 არის 0 შეფარდებული t1, ესე იგი 5 წამს გამოკლებული დროის საწყის მომენტი, ესე იგი 0 წამი. ეს ტოლი იქნება 40 მე-5-ის, ანუ 8 წამის. ანალოგიურად v2x ტოლი იქნება დელტა x2 შეფარდებული დელტა t-სთან, ეს ტოლი იქნება x2-ს გამოკლებული x01 შეფარდებული t2 minus t0. ეს ტოლი იქნება x2 არის პირობით -15, -15-ს გამოკლებული 0, 0 შეფარდებული t2 არის 5 წამი, 5-ს გამოკლებული 0. ეს ტოლი იქნება -3 მეტ წამის. კარგით, ესე იგი v1x ტოლი ყოფილა 8 მეტ წამი, v2x ტოლი ყოფილა -3 მეტ წამის. ეს კი რას ნიშნავს? თუ ავიღებთ x ღერძს, რადგანაც x ღერძის გასწვრივ მოძრაობენ, დროის საწყის მომენტში ყოფებოდნენ 0 წერტილში და რადგანაც პირველი სხეულის სიჩქარის x გენელი 18 წამია, შესაბამისად პირველი v1 არის მიმართული მარჯვნივ x ღერძის გასწვრივ, ხოლო v2, რადგანაც მისი გეგმილი უარყოფითი არის, შესაბამისად მიმართული არის x ღერძის საწინააღმდეგო მიმართულებით, ეს არის v2 და რადგანაც ეს სხეულები ამ შემთხვევაში მოძრაობენ ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით, შესაბამისად სიჩქარეთა შეკრების კანონს გამოვიყენებთ, v1 2 ტოლი იქნება v1x გამოკლებული v2x მოდული აქედან, ეს ტოლი იქნება 8-ს -3-დან მოდული, ეს კი ტოლი იქნება 11 მეტ წამის. ანუ საბოლოოდ რო დავწეროთ, პასუხი v1 2 ტოლი ყოფილა 11 მეტ წამის. პირველი სხეულის სიჩქარე მეორე სხეულის მიმართ. ეს კი არის პასუხი D.